რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ კარვები აიღეს და ეს ყველაფერი დღეს დილით მოხდა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოვლენების საეჭვოდ განვითარება, კონკრეტულად ის, რომ წუხელ გვიან ღამით ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა. ეს ცეცხლი იმ წამსვე ჩააქრეს ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, თუმცა დღეს დილით გამთენიისას უკვე დარეჯან ცვიტარია აცხადებს, რომ პოლიციელები მასთან მივიდნენ და ძალის გამოყენებით ის პოლიციის ერთ-ერთ შენობაში გადაიყვანეს, თუმცა უკან როდესაც დაბრუნდა ადგილზე არც ერთი კარავი მას აღარ დახვდა. თქვენ ახლა კაცში ხედავთ რა მდგომარეობა არის პარლამენტის წინ. დარეჯან ცვიტარია აცხადებს, რომ არ აპირებს აქედან წასვლას. ფაქტობრივად ის ღიაცის ქვეშ დარჩა, ვინაიდან ერთ წელზე მეტი არის, რაც დარეჯან ცვიტარია პარლამენტის წინ ათენებს. ეს კარავი იყო მისთვის სახლის და შეიძლება ითქვას, რომ მას ამ კარავში ჰქონდა საკუთარი პირადი ნივთები, თანხაც კი კარავში ჰქონდა და ფაქტობრივად დარეჯან ცვიტარია ამბობს, რომ ის გაძარცვეს, დღეს დილით ის გაძარცვეს, ამიტომაც მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ მას დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ნივთები. აცხადებს, რომ აქედან არ წავა და იქამდე იქნება პარლამენტის წინ ამ სიცივეში, სკამის, კარვის და აბსოლუტურად ყველანაირი ნივთის გარეშე, ვიდრე აქ ყოფნა შეძლებს. გარდა ამისა, პარლამენტის წინ და ზოგადად პარლამენტის ამ ფასადზე დამონტაჟებული არის უამრავი კამერა, ძალიან ძლიერი კამერები არის დამონტაჟებული, რომელსაც ყველაფრის დანახვა შეუძლია და თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დარეჯან ცვიტარია ამბობს, რომ უნდა გამოიძიოს რა მოხდა სინამდვილეში და კარავში ვინ გააჩინა ცეცხლი, მაშინ ეს კამერები უნდა ამოიღონ და ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინაიდან აქ მყოფი ადამიანები, ვინც კარავში ღამეს ათენებდნენ, დარწმუნებული არიან, რომ კარავს ცეცხლის შემთხვევით არ გაუჩნდებოდა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ პარლამენტის წინ ეს კარვები შემდეგ უკვე აეღოთ. დაცვაზე რო არის ბიჭი, ის იძახდა წუხელის გვიან ღამით, რომ რა იწვის იქ, ავდექი უცებდა კარავი, აი ეს კარავი იწოდა. პირდაპირ გამიზნულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. დილის 7 საათზე ხელბორკილი არ დაუდვიათ, თორემ ძალით გამიყვანეს კარვიდან და წამიყვანეს პოლიციაში. ტელეფონი ჩამომართვეს და ტელეფონი გამოშვები რო გამომიშვეს, მაშინ მომცეს. აი წაშლილია ყველაფერი ტელეფონში. არ დამხდა. მე ხა დაურეკე პატრულს და უთხარი განვაცხადი 112-ში, რომ მოვიდა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებიდან უამრავი პოლიციელი, გამქურდეს, არც ტანსაცმელი მაქვს, არც საბუთები გამაჩნია, იქ ცოტა თანხაც ჰქონდა ჩემი შვილის მიერ მოცემული, გუშინ რომ მომცა, ხო და დამიბრუნონ ჩემი თანხა, რაც მომპარეს ყველაფერი დამიბრუნონ. აი, მათ თუ გონიათ, რომ ამით შემაშინებენ ან შემზღუდავენ, რომ მე აქ გავჩერდე, ნუ რას უკაცრავად. მე აქედან წასვლას არ ვაპირებ. ფეხზე დგომა მომიწევს, რამდენ ხანსაც გავძლებ და თუ მოვკვდები გამასვენებენ აქედან. ახლა საინტერესო არის დაიწყება თუ არა რეალურად გამოძიება და დადგინდება თუ არა კარავში ცეცხლის გაჩენის მიზეზები, ვინაიდან დარეჯან ცვიტარიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე საეჭვო ადამიანი, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფებოდა ადგილზე, რომლებიც ათვალიერებდნენ სიტუაციას, მათ შორის მოინახულეს კარვებიც და ამიტომაც საინტერესო არის პოლიცია დაადგენს თუ არა რეალურ მიზეზს, რატომ გაჩნდა კარავი, ცეცხლი ერთ-ერთ კარავში. დარეჯან ცვიტარია აქედან წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ საკუთარ პროტესტს ნებისმიერი ფორმით ის ადგილზე ისევ გააგრძელებს.